ჯასტინ ტიმბერლეიკმა შულზე უარი თქვა. მისი ახალშერთული მეუღლე ქალბატონი ჯესიკა ბილი ძალიან განიცდის გადაწყვეტილებას და ამის გამო მეორე ნახევართან ერთობს სერიოზული კამათიც კი მოუვიდა. მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ტიმბერლეიკმა მოინდომა. საქმე იმაშია, რომ 5 წლიანი არც თუ დალაგებული და ჰარმონიული რომანის შემდეგ ჯასტინი და ჯესიკა როგორც იქნა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოჯახი უნდა შეექმნათ. წყვილმა 20 ოქტომბერს იქორწინა. თუმცა ოჯახის მამობა ტიმბერლეიკის დიდი ოცნება არასოდეს ყოფილა. მას ახლა მხოლოდ კარიერაზე სურს ორიენტირება და შვილების გაგონებაც კი არ უნდა. მუსიკალურ სამყაროში 7 წლის შემდეგ დაბრუნებულმა შემსრულებელმა და მსახიობმა ცოლს განუცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში დედობაზე ოცნებაც კი არ უნდა გაბედოს. მისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი კარიერაა, კონკრეტულად კი მუსიკალური მოღვაწეობა, რომელიც ჯასტინმა 7 წლის წინ გაწყვიტა. სწორედ 7 წლის უკან შემსრულებელი კინოში გადაბარგდა და საკმაოდ წარმატებულადაც. მის ანგარიშზე ისეთ სტარებთან თანამშრომლობა ირიცხება, როგორებიც მილა კუნისი და კემერონ დიასი არიან. სხვათა შორის მის სამსახიობო მოღვაწეობას კრიტიკოსებისგან იმდენად დადებითი შეფასება მოჰყვა, ფანებმა ეჭვიც კი შეიტანეს. მაინც რომელ სფეროში უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდა მათ კუმირს, მუსიკაში თუ კინოში. ჯასტინის ამ დროისათვის ბოლო ალბომი 2006 წელს გამოვიდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ შემსრულებელი ფესვებს უბრუნდება და ახალ დისკზეც კარგახანია მუშაობს. მისი რელიზი 2013 წელს შედგება. ამის პარალელურად კი მომღერალი სიდის მხარდასაჭერ ტურნესაც გეგმავს. ალბომში შევა მისი და ჯეიზის ერთობლივი ნამუშევარი Sweet and Tie. თაყვანისმცემლები კი კოლაბორაციაზე შექმნილი ვიდეოს ხილვას სულ მალე შეძლებენ. ჯასტინის გრანდიოზული გეგმების გადახედვის შემდეგ საკმაოდ რთულია მისი გადაწყვეტილება გაამტყუნო. მომღერალს კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას და არ სურს შემოქმედებით საქმიანობას მოსწყდეს. მართალია ჯესიკა ბილი საყვარელ მეუღლეს სულაც არ ეთანხმება, მაგრამ რას ვიზამთ, ტიმბერლეიკების ოჯახში როგორც ჩანს ჯასტინის სიტყვა კანონია. შაკირა და ჟერარ პიკე თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ყოველთვის სოციალური ქსელების საშუალებით ატყობინებენ. სწორედ ასე მოხდა, როდესაც 35 წლის შემსრულებელს პირველი ბავშვი შეეძინა. პატარამ დაბადებაც კი ვერ მოასწრო, რომ ინტერნეტში ოფიციალური წარმომადგენლებისგან გავრცელდა სასიხარულო ინფორმაცია წყვილის ოჯახში მატების შესახებ. ჟერარსა და მის თეძოებ მოთამაშე მეგობარ ქალბატონს პირველი ვაჟი მილანი 22 იანვარს შეეძინათ. რამდენიმე დღეში ბედნიერმა მამიკომ მიკრობლოგზე თავისი ბიჭუნას სურათი ატვირთა. ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა თავად ბედნიერი დედიკოს ფოტოც. მას ახალშობილი ხელში უჭირავს. სულ ბოლოს კი ფანები თავად მომღერალმა გაახარა და სოციალურ ქსელში მილანისა და ჟერარის ფოტო დაპოსტა. ახალგამოჩეკილი მამიკო პატარას ლოყაზე კოცნის. ნამდვილად გულისამაჩუყებელი სურათია. რომანის დაწყების დღიდან შაკირასა და ჟერარის ურთიერთობა მასმედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. სხვათა შორის წყვილი ერთ-ერთ ყველაზე გულახდილ რესპონდენტად ითვლება. ისინი არასოდეს მალავდნენ თავიანთი რომანის დეტალებს. სხვათა შორის ძალიან ბევრი სტარისგან განსხვავებით მომღერალსა და მის ფეხბურთელ ბოიფრენდს პატარას პირველი ფოტოები ყვითელი გამოცემებისათვის არ მიუყიდიათ. წყვილი თაყვანისმცემლების დიდ ინტერესს ითვალისწინებს და ოჯახის ახალი წევრის სურათებსაც გულუხვად ავრცელებს. პერის ჰილტონი კვლავ მასმედიის ყურადღების ცენტრში. რა თქმა უნდა, ცუდი ამბის გამო სხვანაირად როგორ შეიძლება. სკანდალური ქერა კინოფესტივალიდან გააგდეს. როგორც ირკვევა, რობერტ რედფორდმა ქალბატონი ჰილტონი პირდაპირ წითელი ხალიჩიდან დაიფრინა. კინოფესტივალის Sundance-ი სწორედ რობერტ რედფორდის დაარსებული გახლავთ. პერისი კამერების წინ წაპოზირებას როგორ გამოტოვებდა. ხოდა ადგა და გადაწყვიტა, რომ Sundance-ზე უნდა გამგზავრებულიყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება უმალ განახორციელა, მაგრამ როგორც ჩანს, ფესტივალზე მას სულაც არ ელოდნენ. ვინ არის პერის ჰილტონი, რომელ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული? აქ კინოს გამო კი არა, კამერების წინ საპოზიოროდ მოვიდა. განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა და თვითმარქვია მომღერლისა და მსახიობის დარბაზიდან მიბრძანება მოითხოვა. პერის ინციდენტზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განა რა არის სათქმელი. როდის მერე იყო ჰილტონების დინასტიის მემკვიდრე ქერათოჯინა ინტელექტუალური კინოს განვითარებაზე ფიქრობდა და ჩაცმისა და ფართაობის გარდა რაიმე სხვა აინტერესებდა. ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში ბევრად უარესი პერიოდებიც ყოფილა და ბევრად უარესი ჩაცმულობაც, მაგრამ მაინც გვინდა პოპსტარს ვკითხოთ, რატომ ბრიტნი, რატომ? დიდი აჭუგალს შემსრულებელმა ჩვენ კითხვას რაიმე აზრიანი პასუხი გასცეს, ამიტომ ამ მის თხრობას გავაგრძელებთ.
მოკლედ, ჯეისონ ტრევიკთან დაშორების შემდეგ პოპ ვარსკვლავმა თავის ორ ვაჟთან და ახალ ძაღლთან ერთად გასეირნება მოინდომა. ოჯახის ფოტოები, რა თქმა უნდა, სულ მალე ინტერნეტში გამოჩნდა და სრულიად დამსახურებულადაც გამოიწვია შოკის მომგვრელი ეფექტი. სპირსი არ დაგიმალავთ და ლოგინიდან გადმოვარდნილი შთაბეჭდილებას ტოვებს. პრინციპში პოპ დივა დიდი გემოვნებიანობით არც არასოდეს გამოირჩეოდა. მისი აუთფიტებიც არასოდეს ყოფილა კრიტიკოსების თაყვანისცემის თუ უბრალოდ ჩექების საგანი, მაგრამ ბოლო პერიოდია სპირსმა თავის მოვლა სერიოზული პროტესტი განუცხადა. შემსრულებლის ცხოვრებაში კიდევ ერთი კრიტიკული ეტაპი დადგა. მისი და ჯეისონ ტრევიკის ურთიერთობა კრახით დასრულდა. მომღერალს ბავშვები უნდოდა, ჯეისონს არა. ბრიტნი ოჯახური ცხოვრებისკენ მიიწევდა, ჯეისონი კი უარზე იყო. შესაბამისად, ინტერესთა სერიოზული განსulis გამო წყვილმა დაშლა, თუმცა მეგობრებად დარჩენა გამჯობინა. ამ გაცვეთილი ფრაზის უკან კი რაიმალება მხოლოდ ვარსკვლავმა თუ უწყის. რაც შეეხება კარიერას, როგორც ცნობილი ხდება, მომღერალი ამჟამად ლას-ვეგასური სასტუმროებისა და კაზინოების ქსელთან აწარმოებს მოლაპარაკებას და თუკი ფინანსებზე შეთანხმება მოხერხდა, შეიძლება სპირსი სეზარ სპელისის ასე ვთქვათ რეზიდენტადაც კი მოგვევლინოს. რასის ამ დიდი სცენის შემდეგ კაზინომდე დაცემა სამწუხაროა, მაგრამ როცა ბავშვები გყავს სარჩენი, სხვა გზა არ არის. რიანასგან აღარაფერი გვიგვერს, აღარც სკანდალური ტექსტები, აღარც სკანდალური ვიდეოები და აღარც სკანდალური ფოტოები. ბრალბადოსელი მომღერალი რომ მთავარ ფსონს ყოველთვის ეპატაჟურობაზე დებს, ამას დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევდა. ამჯერად მომღერალმა ჟურნალ Rolling Stones-ის მკითხველი გაახარა. გამოცემაში მომღერლის ერთობ გულახდილი ფოტოსესია დაიბეჭდა. ფოტოგრაფი ტერი რიჩარდსონი გახლდათ. რირი შიშველი მკერდის დემონსტრირებას აკეთებს, რამდენიმე ნამუშევარში კი სიგარეტ მომარჯვებული ჩვეულ პოზაშია დაფიქსირებული. ფოტოსესიის ყველაზე გამორჩეულ სურათზე შედარებით აკადემიური რიანაა გამოსახული ტყავის ქურთუქითა და კაბით. ფოტოსესიას რომ თავი დავანება ჟურნალისტვის მიცემულ ინტერვიუში შემსრულებელი როგორც იქნა ოფიციალურად ადასტურებს, რომ მან და კრის ბრაუნმა შერიგება გადაწყვიტეს და კვლავ ერთად არიან. თუმცა ეს ინფორმაცია ჩვენთვის არც ახალია და უკვე გაგორვებასაც კი აღარ იძლევს.